კარტაზე. ოდნავ დიფი აქვს, ახლა გაიშილება აღარა. იმან დაპოსტა უკვე 300-კაზე ავიდა. მოგესალმებით მეგობრებო. დღეს არის უმნიშვნელოვანესი დღე. ჩემი პირველი ვლოგი და პირველი ლონჩი ნემოზე. რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს ჩემი სამთვიანი შრომა, რაც იყო ლონჩპადის კეთება სოლანაზე, უნდა დაფასდეს, ან არ უნდა დაფასდეს, მაგას ვნახავთ. მაგრამ რაც ყველაზე მთავარი არის, მნიშვნელოვანი დღეა ძალიან, იმიტომ რომ დღეს ძალიან ბევრი რამე გადაწყდება და აი ქოქობიჩიდან, ისეთი ლამაზი ადგილიდან წარმოგიდგენთ დოკუმენტაციას საინტერესო ბიზნეს ანტრეპრენერული ცხოვრებიდან. მნიშვნელოვანი მომენტები, გავუშვებთ ბიზნესებს, გავტესტოთ რაღაცებს და დღეს მნიშვნელოვანი დღეა და მგონია რომ ყველაფერს დოკუმენტაცია უნდა მოვახდინო. ამიტომ გამომყევით და ჩემთან ერთად ეზიარეთ ჩაჭერა დღეების შემდეგ რამდენად ფასდება ადამიანის შრომა. დღეს ჩვენ გავუშვებთ ნემოს ლონჩპადს და ნახავს თუ რამდენად საინტერესო იქნება პირველი პროექტი ჩემს ლონჩპადზე. გამოვედით წინა მხარეს, სადაც ვნახე რომ პირველი რო გაიღვიძებო 10 წუთიო მზეზე უნდა გამოხვიდეო და იარო დებილი ვითხოვ და დავდივარ ესე მეგობრებო, დავფალიერებინებთ. ესეთი ამბავი გვაქვს. და ხო, ანუ მნიშვნელოვანი დღეა ძალიან და განახებთ ყველა პროცესს რა, იმიტომ რომ ბიჭო ძალიან ბევრი მაგარი ლონჩი მქონდა, აი კრიპტოშიც რა და ისეც რა, აი მნიშვნელოვანი მომენტი და სულ მქონდა ფიქრი რომ მეთქი დილა რომ მოვა, დავიწყებ ჩაწერას მეთქი და აი ხა ეგ ემოციები ჩამეწერა, აუ ხო არ გადაობ რა, ძალიან მაგარი იქნებოდა. არაოს არ მიქნია, იმიტომ რომ ნუ და აი რაღაცა მაინც გონებოდა გადართული ვიყავი იმ პროცესებზე და აი ხმა დავა ჩემი თავი, დავაფუშინგე რომ მეთქი, ანუ გააკეთე რა და გავაკეთე რა. ხო ნახოთ, აქედან ლონჩი იქნება დაახლოებით რამე თუ ვინაიდან რადგანაც 10 საათში, 11 საათში, რომელიც საათი ახლა 9 არის, აი ხო. 12 საათში რაღაც 11 საათში და მოკლედ ყველა პროცესი განახე და პარალელურად განახებთ რა არის ნემო, არ არის აუცილებელი ბოლომდე გაიგოთ, მაგრამ დაახლოებით გაიგებთ რა და ძალიან დიდი რაღაცაა და აი ამერიკასაც გაუმარჯოს ბარე. ეს არის მეგობრებო, ჩემი შემდეგი 6 თვის მანქანა. იმიტომ რომ ნუ მოკლედ რაღაც მიზების გამო და მოკლედ ძალიან მაგარი მანქანა, ანუ მართლა მაგრად არის და ზოგადად ელექტრობაიკი და ფლორიდა, მით უმეტეს კოკობიჩი არის ძალიან მაგარი ნაზა, იმიტომ რომ ულამაზესი ქალაქია და ძალიან მაგარ ადგილებში გძლია იარო და მოიარო და გადაიარო. აი მეგობრებო, ესე ჩემი სეტაპი, ცენტრში როგორც წესი არის ყოველთვის კოდექსი, რომელიც აკეთებს ხოლმე ყველა ჩემ პროექტზე კოდის აუდიტს. აქეთ არის რას ვაკეთებ ხოლმე, რავი, ხან ვიდეოებს ყურება, ხან სკროლვა ინფორმაციები, ანუ უფრო general თემები, მაგრამ არის ხოლმე რომ თქვა თუ ორ რაღაცას ვაკეთებ ასალკე და ვაიფქოვდებ, რაღაც ვაგენერებ, ვიყენებ აქეთაც და აქ არის უკვე ჩემი ახალი მეგობარი, კლოდი, რომელიც საკმაოდ გვიან დავიწყე, მაგრამ დავმოღამე უკვე და ძალიან მაგარია. ენაცვალო ჩემი თავი და მოკლედ ორი მიკრანი არის ცხონება თუ ძალიან ინტენსიურად მუშაობ და აგენ ჩვენი ლამაზი ხედიც აქედან რამიდან მზე თუ მოგვინდა რა. ამ პროექტს ნემოს ვაკეთებ დაახლოებით 3 თვე არის, მარტის 12 იყო და რო დავიწყე, გავუშვი, ერთ თვეში გამოჩნდა ჩემი ბიზნეს პარტნიორი, რომელიც საიდან არ ვიცი, ალბათ პედია და მითხარ რომ მოკლედ მიაწექი ბოლომდეო, მე დაგიფიქრე ძალიან ბევრი რამე შედა, 3 თვე ვაკეთებ და ავაწყოთ სოციალური ქსელი, ანუ მედია, ასევე ეხლა ავაწყოთ ლონჩპადს, რომელიც დასრულებულია დღეს უკვე ეშვება პირველი პროექტი. და იქნება კიდე ნიმო ვერსია, რომელიც იქნება 3D მეტავერსია ამ ეკოსისტემის. ანუ ეკოსისტემა არის ერთი დიდი სოლანაზე რა და მოკლედ $1,000,000,000 კომპანიაზეა საუბარი. იმიტომ ძალიან დიდი დრო, ენერგია და ფული ჩაიდო იმაში, რომ ეს ყველაფერი აწყობილიყო და მოსულიყო ამ ეტაპამდე. და დღეს უკვე არის ლეგენდარული Simple ტოკენის ლონჩი. ეს ტოკენი არის პირველი, რომელიც გაიშვება ჩვენს ლონჩპადზე. ერთი საინტერესო რაც არის, ანუ ღელო არ მაქვს ვაფშე. პირველი ალბათ ცოტა იმიტომ რომ ჩემ პროექტი არ არის და ანუ მე არ უშვებ ჩემ პროექტს. რეპუტაციულად ძალიან დიდი მნიშვნელობაა, გადამწყვეტია რა. გადამწყვეტი არ არის, მაგრამ გადამწყვეტთან არის, იმიტომ რომ თუ მაგრად წავიდა ძალიან სწრაფად გამვითარდება ყველაფერი უკეთესობისკენ, ისედაც არ გაწავა ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან თავჯერებულები ვარ ჩვენს მოდელში და კიდევ ერთხელ ნებისმიერ ლონჩმა შეიძლება ამოტიალოს ყველაფერი ჩვენთვის. მაგრამ რაღაცა თითქოს ეს ასე დიდი დღე რო იყო, ნებისმიერ რამეში და უფრო კრიპტოში, იმიტომ რომ მეტად კრიპტოში ვაკეთებდი ამ ყველაფერს,
სულ მქონდა ღელვა რა. და ეხა არ მაქვს ვაფშე. ძალიან უცნაური არის, იმიტომ რომ როცა ის დღე ღებოდა, როცა პროექტის ლონჩი მქონდა რაღაცა, ანუ ძალიან ის იყო რა, ანუ ღელვა საკმაოდ მაღალ დონეზე იყო და ალბათ ის არის რა ქვია, რა ვიცი რაღაცა ადაპტირდები ალბათ ამ სტრესთან და უკვე აღარ არის შემცეთ მნიშვნელოვანი, მაგრამ ეხა ძალიან ბევრი რამეა, იმიტომ რომ თან მარკეტიც იქრაშება, სოუნლა ჩამოდის ძალიან დაბლა. და ცუდი მარკეტია რა, მაგრამ ესე გაბედულად მაინც გავეშვით, ვუშვებთ ამ ერთ პროექტს და ნახოთ რა როგორ ჩაივა. აი უცხოდ განახებთ ჩვენს launchpads. ეს იქნება მთავარი გვერდი, სადაც მოკლედ გამოჩნდება ტოკენები, ეს არის Nemo Cloud, ჩვენი უშუალო მთავარი ტოკენი, პროექტის ტოკენია და ესე ას გაიშვება, აქ შესაძლებენ დააკონექტონ საფულე და შეიძინონ სასრული რაოდენობის ტოკენები ჩვენს launchpad-ზე და აქ გამოჩნდება ყველა ის ტოკენი, რომელიც დაემატება და გამოეშვება ჩვენს launchpad-ზე და ეს simple ტოკენი, რომელიც გამოვა, აქ შეუერთდება ძალიან მალე. აი ეს არის პროექტი, რომელიც ეშვება, ძალიან მაგარი ბიჭები არიან, ნახეთ ნახოთ 11,000 ნახვა. ეხაც უკვე 1000 გადასწრე, ერთი საათი წინადებული იყო და მოკლედ ძალიან მაგარი engagement-ი აქვს, simple არის ტოკენი, იდეა არის ის, რომ ძალიან ბევრი ქაოსია შენ ცხოვრებაში, სტრესი ესა და მოკლედ, ანუ take it easy, ამწყნარად, შვიდად, ყველაფერი მარტივია, მარტივად შეხედე რაღაცებს ცხოვრებაში და ნარატივი მიმქონის ამის და მოკლედ ძალიან მაგარია რა, თან ეხა უკვე ყველა გადასტრესელია, მარკეტი ქვემოთ მოდის, ყველა ფულს კარგავს და ძალიან ისეთი chill guys გავს მაგრა რა, chill guys მე ძალიან მეოსება და აი რაღაცა მაგასთან არის ახლოს რა, თან კარგი ანიმატორები ყავთ ძალიან. Which is simple და აქ არის კიდე ჩვენი Nemos social ქსელი ავაწყე იგივე X-ი რომელიც არის Nemo-ზე და ჩთოლით იგივე იგივე სოციალური ქსელი გავუკეთე კრიპტოსთვის Nemos social network-ი ქვია და ნახეთ ხალხი პოსტავს ერთ ამბავშია launch day-ია უკვე და დაახლოებით 400-500 იუზერი უკვე გვყავს და ეს ჩვენი Nemo ეკოსისტემის პროდუქტია, სოციალური ქსელი ვებსაიტში აშენებული, რომელიც შეგიძლიათ App Store-ზე გადმოიწეროთ უკვე რომელიც აპლიკაციად არის ქცეული. ეხლა ჩავაგდე ძალიან სერიოზულ ჩატში, სადაც არის ხალხი, რომელსაც Solanas team-თან აქვს პირდაპირ access-ი რა. ანუ ძალიან დაინტერესებულები არიან ჩვენი team, იმიტომ რომ ამ space-ში და ამ სივრცეში კრიპტოში მით უმეტეს Solanas-ზე ბევრი ადამიანი არაა, რომელიც მაგარ რაღაცებს აკეთებს და აკეთებს გრძელვადიანად რა, ანუ უფრო მეტად 99% არიან სკემერები, არ ჩანან და ჩვენ რო ესე გადოქსილები ვართ, ანუ ვაჩვენებ ჩვენ სახეს და თვეები რაღაც ვაკეთებ, მოკლედ ძალიან მაგად მოხდით თვალში. ეხლა გვერდებიან ამ launch, simple-ის launch და მოკლედ ისედაც ჩვენს პროექტს. და bear market-ი არის ის მომენტი, როცა კრიპტო არის ძალიან წითელი და ყველაფერი ქვემოთაა და ამ მომენტში ძალიან მაგარია და მარტივია კარგ ადამიანებთან გასვლა, სერიოზულ ადამიანებთან გასვლა, კარგი ნუ არაფერ შუაშია. სადაც ძალიან დიდ ხალხთან შეგიძლია ახვიდე და ისეთი პროდუქტი გვაქვს, ისეთი ეკოსისტემა გვაქვს, რომ ძალიან ჩვეულებრივად შეგვიძლია ვიყოთ ერთ-ერთი ტოპ ადამიანები და დეველოპერები Solana-ზე რა. დღეს ბევრს ნიშნავს დღევანდელი launch-ი. დღეს ყველაფერი კარგად რომ წავა, თუს არ ვიტყვი, მერე უკვე სხვანაირად დაალაგდება ძალიან ბევრი რამე. ამიტომ ნახოთ რა. ურთიერთობები და კავშირები არის ყველაფერი და როცა აკეთებ კარგ რაღაცას, აკეთებ გრძელვადიან პერიოდში და არ ხარ სკემერი და არ ხარ მატყუარა, ძალიან მარტივად ხვდები დიდ ადამიანსაც თვალში. გესმის? კი შენ? კი, ბიჭო. სალარია? რა არის? ამის სალარია თქვა. ბიჭო რა პონჩიე. ჩვენ ახლა ხართ მეგონებო YouTube-ის vlog-ში რა. და ხალხს უნდა მიესალმოთ. ანუ live-ში ავარ როგორც მოგეშინეთ. ვიდეოში იქნებით. Okay, გამარჯობა ხალხო. ირაკლი რა სიტყვი? გამარჯობათ. რა სიტყვი ხალხს? დღევანდელ დღეზე რა ხდება დღეს? და ეს მაგალითია.
Solana's timeline is. ან სოლანა აიწევს ამის გამო თქვენ ამას ამბობთ? The ecosystem და როგორც ასეთი მიმქონების რეგულაცია იწყება დღეს. დიდი მადლობა. რამდენი რა გაგონიათ რა არის ჩვენი პირველი პროექტის, რომელიც ჩვენს ლოჭვანზე ეშვება Simple-ის მაქსიმუმი დღეს, ანუ თვითონ როგორც ასეთი. მაქსიმუმი, მინიმუმი ვიცი რომ 500 გამგაც არის, მინიმუმი, მაქსიმუმი საათებით გეტყვი. ამ საათში იქნება მილიონზე და 24 საათში იქნება 5-ზე. ოკეი. ტრეიდინგ ვოლიუმი შეიძლება რამდენი იქნება დატრიალებული, იმიტომ ჩემთვის ეგ ამ თავარი სიმართლე გითხრა. და ტრეიდინგ ვოლიუმი სიმართლე გითხრა. აი მაინც რა, არ აკვირდები ხოლმე ტრეიდინგ ვოლიუმს? ბიჭო არა, უკანასკნელი რა ცოტა. ოკეი, კაი, ბიჭო არ ვიცი, პირველივე საათში ალბათ ტრეიდინგ ვოლიუმ მილიონ ნახევარი სტარტაპი. Bro, ანუ მილიონ ნახევარი გაიჩითოს და რავი. რამდენი გამოდის მილიონ ნახევარი? შეთვით? 60,000 ჩიტება, ბოდიში ხლახია ხა უყურებ მაგალითად კომის რომელსაც არ 185 და ტრეიდინგ ვოლიუმი ქონდათ 280,000 და ის გაზარსო. აუჩი. რა წამოინდა ოპტიქსი რო გაშვებულიყო იმაზე რა ქვია. ნემოზე 3.2%-ით ფით. პირველ დღეს გქონდა 14 მილიონი. ან შეჭმა ოპტიქსიდან რა ქვია 4 მილიონზე იყო მე 1-ზე იყო მე 4-ზე იყო მე 1-ზე იყო ანუ იმდენი ფული ტრიალებს და შიგნით ანუ ანუ ოპტიქსი დაჟება იძახდა მარკეტინგსო თავი დავადებოთ აი ისეთი ჩარტი იყო შიგნით იმდენი ვოლიუმი ტრიალებდა რომ აი პიზდეც პროსტა რა სიდიჟე ნიკო გამორჩებაში ხარ ჩემს ლოგში და თუ იცი დღეს რა დღეა არა თუ იცი დღეს რა დღეა თუ იცი შენ ეს რა დღეა დაფიქცი არასკი არაში უშაბათი არა დღეს უშვებ მე ლ პროექტს ლ-ი იწყება ლ პროექტს რა არის მიდი მითხარი დღეს უშვებ ლო ლონ ნჩ ლონჩპ ლონჩპაც საღო პირველმა ტესტმა დღევანდელი დღის ჩაიარა წარმატებით სკაპ და გაილონჩა ფიები ჩაერთო ის ან დიდი ხანი მაწყობდით ძალიან და ყველაფერი არის მწყობში აი იდეალურად და დაახლოებით 6 საათი თავარი ლონჩამდე და ვნახოთ მოკლედ მოვლენები ძალიან დიდია კიდევ ერთ ლონჩს გავაკეთებთ და სატესტოს და მე უკვე მომემზადებით თავარი ლონჩისთვის simple ტოკენი რომელიც უნდა იყოს შემდეგი რანერი სოლანაზე რომელიც დაგვიწერს $100,000 საკომისიოში ეს არის ჩვენი მიზანი და ჩვენ ვნახოთ გამოვრთოთ და ელექტრო ველოსიპედი და ავიღე ორი ცალი ფრეშ ბურიტო ეხლა ავიღებ ჩემს წყალს კოკა-კოლა ზეროს და ჩემი კალვარი დღეს შეივსება დღეს მე ვეღარ შევჭამ აი მეგობრებო ახლა არის 2:25 ავესევა დიპლოიებთ რაღაც პატარა ჩეინჯებს რომ საკომისიო 4% დაყენდეს გემრიელად და არხეინად და მოკლედ 5-6 საათი ლონჩამდე დაახლოებით. გამარჯობა. რამდენი მეკითხვა მაქვს თქვენთან? პირველი იქნება თქვენი აზრით, პირველი 24 საათის ტრეიდინგ ვოლიუმი, ანუ ნავაჭრი რამდენი იქნება simple token-ზე, რომელიც ეშვება მეტეორას ლონჩპადზე.
აი შემოუსწრებს მეგობრებო მუშაობდეთ და აი გიჟი ანუ ტიპს ვერ უხსნი რომ შეიძლება მუშაობდე და არ მცალია და ესე ხან მიკაკუნებს და ხან ესე დგას შეხედეთ რა გინდა რა აუ ვერ არის რა ხარ ძმა კარგად შევხვდი. რატო დასერიოზულდი ხა რატო დასერიოზული რა ლოქში უნდა ვიყო? და აუცილებელია სერიოზული იყო ლოქში კი. რატო ყანყალებ რა ანუ ისე გაქვს ერთი ფეხი მოკლე გაქვს თუ რა ხდება რა საკეთებ შეჩემ ზეიმზე ხარ ამოჩქარეთ აი დაში დელა. რა უნდა ხნე ხა მითხარი ყავა უნდა გავაკეთო. ყავის თემა თურქული კი. რატომ? წამოყევით მოდით. ეხლა გაჩვენეთ მე როგორ ვაკეთებ თურქულ ყავას. ესე იგი. ჯერ წმინდავთ გას, ქურას, გას თუ გურას ორივეს. მე ყოველს ყავის ჭიქას. წვერები ამოგივიდა 13 წვერი გაქვს ძალიან კარგია. ამას დევთ აქანი. სადანე აქანი. არ ჩაგცხლე ხა აი ამას ვიყურე. ამას ვიყურე. ვავლეთ. გამოდი. აქანე ვდებთ. მე მაგაიტანზე ხარ ანუ როგორ რამდენი ვარ ჩოვთ მე წელიწადში მე ამას ისე. წელიწადში რამდენი სესია აუთ ვარჯიში 3-4 ერთი. დიახ ამას ესე ვაკეთებთ. ესე. ამას მე მაკავას არ დავლევ აი მოკლედ 9 წუთი გაშვებამდე ჩაჭერა Pro Maxi სტრესი არის მოვიდა ყოფილა ეგეთი ჩილი ისევ და ოკეი აუ ფასი არ მინახავს რამდენზეა 200 არ ხო? არის 300-ზე. ოდნავ დიფი აქვს, ახლა გაიშილება აღარა. იმან დაპოსტა უკვე 300-ზე ავიდა დილამშვიდობის მეგობრებო ეს უკვე მეორე დღე დილა გუშინ ვეღარ მოვხეხე ჩაწერა იმიტომ რომ ძალიან დაღლილი ვიყავი და მოკლედ წარმატებით ჩაიარა ყველა გვილოცავს იმიტომ რომ იდეა რაც იყო ნემოსის სტრუქტურა რომ შეგიძლია ჩვენს გაშვებულ ლონჩპადზე ტოკენს რო გაუშვებ ძელოდიან პერიოდში გაუშვა და დიდი ხნის განმავლობაში ჰოლდო, იმიტომ რომ კარგი სტრუქტურა არის, supply control და ასე შემდეგ, ეგ ასრულდა და მივხვდით და დავარწმუნდით იმაში, რომ ჩვენს მიერ გაშვებულ launchpad-ზე ვინც იქნება ტოკენი, ჯერ წერს საკმაოდ მსუხე თანხას საკომისიოებში და ხედავ უკვე მომავალში ძალიან დიდ viral launch-ს, რომელსაც შეუძლია 100,000-ების და მილიონების დაწერა ვართ საკომისიოებში რამოდენიმე დღეში, პირველ დღეშიც კი. იმიტომ რომ დაახლოებით აი განახეთ რამდენი დაწერა მარტო ამ ტოკენმა, იმიტომ რომ 4% გვიყენია ფი. ეხლა ჩვენ ვართ Nemos launchpad-ზე და დავაკლეიმებ ფიებს, აი Simple-ის ტოკენი დანარჩენები სატესტოებია. დავაჭიროთ claim fees. და ნახოთ თლიანად რამდენი გვაქვს. Wallet-ზე აგეთ თითქმის $6,000 დააგენერირა საკომისიოებიდან ტოკენმა, აი ხა ჩავწერ Simple-ს აქ. Simple. აგერა, ვინც არ წამით. აგერ Simple-ის ტოკენი და ანუ 193,000 აქვს ვოლიუმი ბოლო 24 საათში მხოლოდ. 193,000. აი ამაზეა საუბარი, აი ნახეთ როგორი ჩარტია, ანუ სტაბილურობა, supply control-ი, ანუ არირაგება, არიდამფება და ანუ გრძელვადიან პერიოდში ადამიანს შეუძლია რომ მიფუშოს პროექტი და ეს იყო მთავარი გეგმა Nemos-ი და გამოვიდა კიდევ ერთი პირველი პროექტი Simple Nemos launchpad-ზე ასე გამოიყურება. ნახეთ, იდეალური ადამიანის პულსი, ჯანმრთელი ადამიანის პულსებით არის. ეს იყო დღევანდელი ვიდეოს მთელი შინაარსი და რაც ახლა გამეკეთები არის ყველაზე დიდი ბიზნესი და ყველაზე მაგარი ბიზნესი და უმაგრესი გზნობა, როდესაც ხედავ
პრაქტიკაში იმას, რაც შენ თავში იყო 3 თვის განმავლობაში. ჩვენ ამას ვაშინებდით თვეების განმავლობაში. ყოველთვის ფიქრობთ, რომ გასაგებია, მაგრამ რაღაცა კარგი supply control-ი, კარგი პროექტი, ისა, მაგრამ ანუ რეალურად რამდენად მართლა ესე იქნება, როცა ხედავ რომ ეს ყველაფერი რაც შენ თქვი მართლა ესეა და მართლა კარგი supply control-ია და კარგი ლოჯპადია და ძლიერი სტრუქტურა არის პროექტის ეს ყველაფერი მტკიცდება და ხალხი გილოცავს რა. ეს არის უბედნიერესი შეგრძნება, იმიტომ რომ ხვდები რომ შენი ბიზნესი არის ვაიდური, შენ ბიზნესს აქვს აზრი და ხო რა, თან შენ ბიზნესი იხდის დაფინანსებს ისევე შენს ბიზნესს, იმიტომ რომ ფულს წერს ეს ბიზნესი აშკარად და არ ჭირდება რაღაც ფანდრეიზინგი და მთელი ამბები. მოკლედ ძალიან თავდაჯერებული ვარ ორ მაგად და სამაგად შენს ბიზნესში და ნემოზე და ულოცავ ჩემს თავს, ულოცავ ჩემს ბიზნეს პარტნიორს დერენს და გაგასნობ დერენს მალე კიდევ უფრო და დაეულოთ მომავალ ვიდეოებს. თავგადასავალი ჯერ მხოლოდ ახლა იწყება.